ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის ძირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. გამორჩეული სტუმრით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. გთხოვთ შეეგებოთ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ კახაბრიშვილი. ობდანი ზურაბ ბატონო. ზურაბ ბატონო, მოგესალმებით, ჩემო ძირფასო ადამიანო. პირველ რიგში მინდა მოგილოცო, იმიტომ რომ რაც ეხება სპორტს, იქ მედიცინის როლი რას დრო გადის, მოგეხსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სპორტში იმდენი წარმატება გვაქვს, უბრალოდ რო ჩამოვთვალოთ მარტო ბოლო პერიოდში, ალბათ ჩვენი გადაცემა არ ეყოფა და ამიტომ პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრა და მოგილოცო ყველა ეს წარმატებები, რომელიც ჩვენ სპორტში გვაქვს. და მე ის მიხარია, რომ ამ წარმატებასთან ზუსტად იმდენი ახალგაზრდა გავზარდეთ, რომ ყველა გუნდს უკვე გამორჩეული ექიმებიც აყავს და მე ამით ვამაყობ. ყველა აღნიშნავს ფათაშორის აი ამ მართლაც მამულიშვილურ საქმეში ჩემო ზურა შენს განსაკუთრებულ როლს და ესეც გამორჩეულად მიხარია, მაგრამ თან შენ ყველაფერთან ერთად ხარ ხალისით სავსე ადამიანი და ამიტომაც უხარია ყველა შენი სტუმრობა და ჩვენი შოუ იცი რომ შენთვის მართლა სახლივით არის და განსაკუთრებულად გელოდებით ხოლმე. რა მინდა წიკითხო, მოთამაშე მწვრთნელი გამიგია და აი თარო ექიმი იყოს და თამწვრთნელი შენს გარდა თუ ვინმე არსებობს მითხარ, იმიტომ რომ შენ თან დამსახურებული მწვრთნელი ხარ უამრავ რეგელიასთან ერთად. ბავშვო, ჯერ მწვრთნელობით დავიწყე, მერე საჯი გავხდი 98-ზე, მერე დავიწყე მედიცინა. პირველად მწვრთნელი ვიყავი. სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ბრძანდები და ზუსტად ამ მიმართულებით მინდა კითხო. აი ახლა ჩვენმა ნაკრებმა წარმატებას რომ მიაღწია ჭადრა კრივში. ახლა მითხარი იმათ, რომელი ექიმი გააყოლე, მოჭადრაკეების თუ მოკრივეების? იქ ფსიქოლოგი უფრო ჭირდებათ. ფსიქოლოგი ექიმი. სხვა სპეციფიკაა. ნუ კრივი ახლა, ვიცი, კრივი მაგრამ მიყვარს. სხვათა შორის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავესწრო და ეხლაც იყო იქ ლენოქს ლუისი ჩამოსული და ფოტო ვნახე შენი ლენოქს ლუისთან ერთად. ფედერაცია ჩემი მეგობრები არის და ბაკა გოგიტიძე დამეკავშირდა და აწონვა და სამედიცინო კონტროლი ჩავატარე. ღამეს მივფრინავდი, კი მინდოდა ჩხუბები, კარგად იჩხუბე ჩვენმა ბიჭებმა, წარმატებულა და ლენოქსთან ახლა იქ სურათის გადა ერთად ვიყავით სასწავლზე და კითხე იქ ტაისონთან იმაში მიმართებაში და გაიხსენო, რომ ისე კარგად მოიხსენე როგორც მეგობარი და როგორც კარგი სპარინგი. გამიხარდა. უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად ყოფილ ხარ, გამოსულ ხარ, იცნობ. აი მითხარი, გარდა ჩვენი ლეგენდარული ხალხისა, რომელზეც ცოტა ხანში შეგეკითხები. აი უცხოელებიდან ვინ დატოვა შენზე შთაბეჭდილება და ჩვენი ჭკუისა, ანუ ხალისით გამორჩეული რომელია? რა არის, იაპონელები არიან ეგრე. აი უარს არ გეუბნებიან, მე მით უმეტე რაღაცა მაგერი გვანან ჩვენ. აი ყველა ხა არ მინდა იამასიტა და დაწყებული და უშოთ ონოთი დამთავრებული. ღვინო, საჩუქრად, ხო იცი რომ ეხა ურთიერთობა მაგით იწყება რა, რაღაცა ის ქართული ჭურჭხელა ღვინო და სურათის გადაღება, ისტორია, დაპატიჟება, მე არ იცი ითიქცეს პატივი, და არიან რაღაც ესე და აი ეგეთი ხალხია ყველაზე ისეთი რა. თუმცა ევროპელებიც ხა ძალიან და ალბათ მე გეტყვით ყველაზე ისეთი არის აი ეს კუბელი, ხუთის ოლიმპიური ჩემპიონი როდრიგესი. კი, ოქრო კაცი, რო ისვერებს მთელი ციკლი და გამოდის და ოლიმპიადაზე იგებს. პეტრიაშვილმა ერთხელ ისე დავათვრეთ, ეგა. აი მაშინ უნდა ეჭიდავა, ვისაც უნდა მეს მომეგო. ლოპესი, ხო გვარა, ლოპესი კი. მაგარია როდრიგო ლოპესი, მაგარი კაცია ლოპესი და სხვათა შორის დადიწყობ, ეხა უკვე როგორც ამბასადორები დაარქვეს, ეს ელჩები არიან, დადიწყობ შეიძლება, მაგრამ რა მოუვა თავში, რო დამოვიდეს კიდევ მოიგებს ალბათ. იგი რო გადაწყვეტოს. ვერატოკებე ხო რა. ერთი პრობლემა აქვს, ვიღაცა იღებს ლიცენზია და მე ეს გამოდის და ჭიდაობს ხოლმე კუბის სახელით. აი ჭიდაობაში ეგეთი ლოპესი იყო. არა, ნუ ლეგენდი. ჭიდაობაში კი არა, ფაქტურად ისტორია და წერა. ისტორია რა თქმა უნდა. ბევრს აქვს, ბევრი მედლები ახლა ფელპსებს და ეგ ლატინინას და იმას, მაგრამ ხუთ სხვადასხვა ოლიმპიადაზე არა საოცრებაა. გადაასვი კი იაპონელი გოგო იყო და იმას აჯობა. შენ როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა ექიმმა თუ მიულოცე სომხეთის ნაკრების მთავარ ექიმს ლალაიანი რო გახდა ჩემპიონი. ლალაიანს მაშინ შარშა ბაჰრეინშიც უკვე უთხარი რომ ამას იყო ეშინოდათ კიდევ ეგონათ რომ ლაშაკი გახდა დეპუტატი, მაგრამ გამოვაო და მაშინ უთხარი რომ არ გამოდის მეთქი და სოფლიო რომ მოიგო შარშა პირველად. ცოტა გაუჭირდა კიდე მირანელმა აყრაში აჯობა, მაგრამ მიულოცე.
კაი ბიჭია, სხვადასხვის, ოღონდ მარტო სომხურად ლაპარაკობზე, ახლა ვცდილობ თუ რაღაც ქართული გიმნი ხო ასწავლეთ. და მარტო გიმნი ხო არ არის საკმარისი. და გვინდა რომ რაღაცა სავატანე შეუცვალოთ გენაცვალოთ და ასე შემდეგ. მინასიანი ვერ მოვარჯულეთ, ხო ეს? ეგ დარჩა მერცხლის ბიჭუნად. ერთხელ კითხე, როდესაც აი სტუმრობის გრაფიკს ვადგენდით და რომ მომიყევი იმ თვეში რამდენი გადაფრენა ქონდა აქედან ჩილე, მერე ინდონეზია, მერე ამერიკის ერთებული შტატები, ახალი ზელანდია და ესე იგი როგორ უხარია როდესაც თბილისში ტურნირი ტარდება და აქ რო ჩამოდიხარ შენიანებს. სახში უფრო უხარია დედაჩემს. იმიტომ რომ აი აღარ იცი მე ვეუბნები რომ რაღაცას რა დაგახვედრო და მე ვთქვა რავი რაღაცა შენებური მეთქი რატო იმიტომ რომ ლაუნჯებში უფრო მეტ ჭარბობს საჭმლის წლის განმავლობაში ვიდრე სახში რა და უხარია და რაღაცას მომახვედრებს ყველაზე ბედნიერი დედაჩემია მაგ დროს მოვიკითხავ აქედან დიდი პატივისცემით რაც შეეხება შენს სპორტულ კონდიციას ბრიუს ვილის არ აყავს ამდენი გადარჩენილი ადამიანი შენ რო ყავს რეალურ ცხოვრებაში ის ფილმში აღერღებს ხოლმე მაგას პერსონაჟების პოზიციიდან და მითხარი ბოლოს ხო არ გადაგირჩენია ვინმე კი იყო ეხა ინდონეზიაშიც სამბოზე ხო იცი კომბატ სამბოა ჩხუბებია და ძალიან უკავოთე სერიოზულად რა უზბეკი იყო და ყმამოწყდა და ნუ იქ ცხვირი ცალკე ერცდა იმას და ну იმ წუთში შეიძლება რაღაც გიჟობების გაკეთება და ამ გაჟობებს ვაკეთებთ რა. და ისე მარტივად კეთდება, ну ეხა იქ ყავს ხოლმე ეხა ჩემი ექიმები ძალიან არიან, რომლებიც მეხوارებიან და ვაკეთები და ყიშასვას რაღაცას რაღაც მომენტს თბილზე ესე ვთქვა, ხო იცი და მე რო უშვებ კონტროლზე უკვე მიხარია რომ ის საქმე მართლა კარგად გავაკეთე და იმათი სახეებს რო უყურებ, ну გიждები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმათ უნდა დაждომო და რაღაც დაზღვევას, თანხა რაღაც და მას უკეთებ ისე რა. მეგობრულად. ამ ყველაფერთან ერთად შენ ხარ ჩინებულ ფორმაში, სპორტულ ფორმაში და არა მარტო ძალისმიერ სახეობებში ამტკიცებ ამას, არამედ ისეთ დინამიურ სახეობაში სპორტისა, როგორც არის ფეხბურთი, იმიტომ რომ სულ იგებ ხოლმე და მითხარი ერთი რა ტაქტიკა გაქვს ეგეთი. სპორტმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს თავიანთი დღეს კვირეული იყო ფეხბურთის ბაჩოსთასი იყო ფეხბურთში და ნუ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს მიგვიღო ჟურნალისტებთან ერთად ხუთი გუნდი იყო, აღარ ჩამოთვლი ხარ რო არის ფიქრობ, თუმცა ძალიან ცნობილი გუნდების გაზეთები და ტელევიზიებიდან და ნუ გუნდი ხუნა გამეკეთებინა და ხა ჩემი ცოტა წონა უნდა დამეგდო, ფორმაში და შედრო ცოტა იყო. ნუ გადავწყვიტე ხა ვინ უნდა დავაყე გუჯაჯიანი ლაშა, თავარი წვერი ძიუდოსი, ტატო გრიგალაშვილი გუნდის კაპიტანი რო ყველაზე ავტორიტეტი ან მოძრავი და რაღაცა და თელია ძიუდოს ექიმი ჩემი ფეხბურთელი იყო ადრე და ჭინჭარაული ხუმჭირდებოდა ვიღაცა მოედანზე ყასაბიანი ისეთი ჩამშრელი. ანუ ისინი დარბოდა და მე ვიდექი კარებთან და იქ მე კარებთან გამქონდა გოლები რა. კარგი გამოვიდა, გამიხარდა, იმიტომ რომ მართლა შეჯიმის მერე ვიყავით სოფლიოს მერე და რო იგებდა რაღაცა სხვანაირი განმუხტვა არის ტატოსთვისაც ამდენი ვერცხლის მერე ოქრო რო ავიღეთ უკვე ეს მოვწა და დევიზი ქონდა ესეთი დაგმარხავთ მოედანზე მეუბნებოდი მეულაზავი არ დაცვა არა ყველაფერს მიხედეთ ოღონდ მოგვეგო რა მართლა კარგად ვიყავით მოტივირებული ძალიან გამიხარდა რომ შევძელით ბოლომდე პირველი თამაში გამიჭირდა მაგრამ მე გავიხსენდი და ეს მოგება რომელიც თქვენი ასე ვთქვათ ხშირი თამდებია მაგრამ შენ ის გაიხსენე ჩემო ძმაო რიო დე ჟანეიროში რა მოხდა ეგ უკვე იქ ეხა იქ ოქროები ავიღე ძალოსნობაში და ჭიდაობაში და ხო უკვე მთავარი საქმე გაკეთებული ქონდა იცით რომ ეხა ხო არის კაი განათება კაი ის არის დარბაზია ხო და ჩვენ ცხოვრობთ სადღაც მე-11 მე-12 სართულზე და პირველ სართულზე ქონდა ოფისი სადაც იდგა ეს ჩამთველი აი რუბილნიკი რო ქვია რა და ეს ანათებდა ამ სტადიონს რავი რატო გააკეთეს ესე არ ვიცი მაგრამ იქ იყო ეს ოფისი ხო და რომ მოგვინდებოდა თამაში თუ გადავიხედა და ვიღაცები თამაშობდნენ გამორთავდი და შეკრო არ იყო იმათმა ხო არ იცოდნენ საერთოდ წავიდოდი გამანთებდი ჩავიდოდი და თამაშობდით რა სხვადასხვა ძალიან კაი გუნდი ყავდა რა ეხა ბოლო დღემდე ტალახაძეს არ ვათამაშებით ხა ტალახაძე ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს კარგად თამაშობს ძველები კი მე ასალიძე ჭიჭარო კი თამაშობდა კიდეც ხო და თამაშობდი და ხან ვიღა მახსოვს რომ ხორვატებს მოუგეთ იქ წყალბურთელებს მოკრივეებს მოუგეთ იტალიელებს ეს ოლიმპიურ სოფელში ხდება ხო სოფელში ხო სოფლის სახლები ხო და შუაში იყო ეს მოედანი რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ ვიგეთ და მოვიდეს ბოლო დღეები ახლა მაგრამ ამ თამაშების პერიოდში იმდენად აზარტულად მიდიოდეს ყველაფერი და აი რაღაც ყიჟინა და რაღაცა რომ სულ ესწრებოდა ხალხი რა
ეხა ოლიმპიურ სოფელში ადვილი შესამჩნევია, ეხა ვისაც აცვია ქვეყნის მაისური, ესე იგი რომელ ქვეყანას წავა მარტივი, მაგრამ კიდევ იყვნენ ყვითელ ხამწვანე ფორმაში, აი ესე დაღლილი სახეებით ახალგაზრდა ბიჭები რა. ხან ფეხშველები იყვნენ, ხან რაღაც ლოკვანცებით, ხან რაღაცა ისე და უყურებდნენ ამ თამაშებს ხოლმე და ესე ვიყურებდნენ, რავი, ხა მე რა ვიცი ვინ იყვნენ, ხო და ნუ მე ვარ ყვევდი რომ ალბათ ვალანტიორებია, რომლებიც სისუფთავეს იცავენ ოლიმპიურ სოფელში რა. მოვიდა ბოლო დღეები და ავანთე ჩუქი, აღარ ვაკრედ, ვანთე, არავინ არ არის რა და ვერ გავაკეთეთ ორი გუნდი. ხო და მე ასაიდე ტალახაძე ჭინჭარაული მურწხალაყვა ჩემი მისის ფეხბურთს კარგად თამაშობ და დღევართ ესე რაღაცა კარებში ურტყამ და დავინახე ეს ბიჭები ისო კარშე მოარია რა და ჩემი ძმა მეთქი ერთს ხა იქ რაღაცა და ბრაზილიურად რაღაცა დაუძახეთ რაღაც ბონუჩია რაღაცეები აქეთიკი და ფეხბურთი გინდათ მეთქი ფუტბოლი მეთქი რაღაც და აი რო დაუწყეს ერთმანეთს გადახვედა ეგრევე პირველი მერცხალი გამახსენდა და ბრიტანელები რო უყურებენ გემიდან ერთმანეთს და სულად გერისდა ხო რაღაცა უკვე ნათქვამი მაგრამ ოკეიო მეთქი ობრიგადო მოდით მადლობა დავაი დავიწყო და ტიპები რო შემოვიდნენ აი ხა ხო არ არის აქ ბურთი აი როგორც შედარი და მე არ მინახია ბურთი არ გვინახია როაგდეს ან რაკეთე თურმე არის ფლამენგოს გუნდი ქვიშის თამაშების ჩემპიონი ბრაზილიის მაგრამ სადღაც დისკოტეკაზე დამთო დასჯილები ყავ ოლიმპიურ სოფელში ათამაშა ამუშავებენ ვალანტიორებად რა ოდა ერთ ხრიფტოს რო გვიგებე ბოლო ზალი წავიქეს და პენალი დაარტყენ ოლიმპიური ჩემპიონი ერთი გოლი მაინც გაიტანოთ და ლაშამ დაარტყა 11 წავაგით რა ო ნერე ჩავეხუტე და ძალიან ისე და ფლამენგოში თუ რაღაც ჩავეშურე რა და გადაცემაში მამაჩები რომელნი რა შეგამოგადგებოდა ბუენოს-აირესის სახელიო დაიმახსოვრე აი ქართული გინება რამეში შეიძლება გამოგადგეს ქართული გინება აი ბრიტანეთში გამომადგა შოტლანდიაში მოკლედ ის არის ვიზა მიმთავრდება და ერთად ვიფრინე მედახეზანიშვილმა და ედინბურგი ნახე აუცილებლად თუ რა და თუ მოახერხე ბელფასტი და ეს ვიზა რომ მქონდა ბრიტანეთს მეთქი ჩავალ მეთქი და ჩვენებმა რო ვითამაშ უელს რომ მოვუგეთ იმის მერე გადავედი რამდენიმე დღე და მოკლედ ის არის ახალი წლის წინა სოფელია იქა ძალიან ლამაზად არის გაკეთებული იქაც რაღაც ტკბილეულობას თავიათ რაღაცებს ყიდიან და მე რაღაც სუვენირები შევიდა გამოვდივარ ესე და ხედავ მაღაზია არის დიდი 3XL-ია წერ აუ მეთქი რაღაც დიდი ზომებია უეჭველი ზამთარი მოდის რაღაცა ეს კურტკას ავიღებ რაღაცა თბილისში ვერ შოულობ ხოლმე ჩემ ზომებს და იაპონიაში ვარ წავა ყოველდღე სუმოისტების მაღაზიაში და მოკლედ მივაჭერი და აი ეს იკეტება ეს ნახევარი საათი დარჩენილი და შევედი ახალგაზრდა ბიჭია ეს რაღაც გამოწკეპილი ხო და გავიზომე ერთი არა გავიზომე და ცოტა მჭედა და მე ვთხარი ფლის მეთქი ერთი ზომი დიდი მეთქი რაღაც და ესე ამიქნია ხელი რა ой არ არისო არა მაქვს რა არა და მაგრამ მომეწონა ხო არის აი რაღაც აურა შეიქმნება და აუ ამის დედა მეთქი და შევიგინე რა ისე რა ზოგადი გინება როა ხოლმე რა იხო და მოიცა ერთ წამითო რა იყო მე და ქართველი ხარო ხო ჯორჯიან ხო და ბიჭო ჩემი ძმა ყოფილიყავ რა იყო მე და შოტლანდია თამაშობდა მაშინ მანამდე ჩვენთან თიორჯე ჯგუფში იყო ევროპის ერთა ლიგაზე რაღაცაზე და თურმე არაცეს თამაშებს რა მაგარი ბიზნესმენია და ბიჭო ტრიბუნაზე ვიყავიო ყველაფერს შეგრიაგინებდო და დავიმახსოვრე მოიყიდო ოდა მოდი ჩემი ძმა შენ ჯიგარი ყოფილიყარო ეხლავი აგი აქამაკ მაღაზია 200 მეტრაშიო წავიდა 5 ზომა მომიტანა ავარჩიე კოსტუმი გასტუკები კიდე რაღაცა სანავიჯეკი რაღაც გინესის დამალევინა იქ ნუდი თავისი ისა და შენ გაიხარე მეთქი ძმაო ჯიგარიღა გადავერთ და ვიგერიალდი წამოვედი ეგრე ენაცვალეშე წარმატება მინდა გისურვო შენ და ყველა ქართულ სპორტსმენს მით უმეტეს ამდენი მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი წინ გველოდება ძვირფასო მეგობრებო ჩვენი სტუმარი გახდათ გამორჩეული პიროვნება ჩვენი დიდი მეგობარი ბატონი ზურაბ კახაბრიშვილი დიდი ხანია ტელეეკრანებზე არ გამოჩენილა ნიჭიერი კაცი მომღერალი გიორგი აბულაძე დღეს იგი ჩვენი შოუს სტუმარია და დაგვიბრუნდება დათო არჩვაძის ცნობილი სიმღერით რომლის პირველი შემსრულებელიც გახლავთ და რომელიც იმ თავითვე შეეყვარა ქართულ მელომანებს გთხოვთ შეეგებოთ გიორგი აბულაძე სიყვარული მგონი ხარ შენთან მოვდივარ ჩემო რა სხვანაირი ყოფილა შენი ტუჩების გემო
მთვარე ჩემს ამბავს მიყვება მეც უშენობას ვერ ვთმო შეხვედრის ხამე იწყება ჩერდება ეს დრო ვერ შეგელები ვერასდროს ოცნებას ავით ერთო რაღაც ისეთი მითხარი რომ მოფერება შევძლო ჩვენი შეხვედრის წამები სიყვარულია მგონი სხვა რაფერი არ მინდა ოღონდ ჩვენ დავჩეთ ორნი არ მომაცილო არასდროს მაგ წამწამების ჩერო ქვეყნად არავინ არ მახსოვს შენ გეფერები ჩემო მინდა რომ გული დაგითმო შენ სიყვარულს რომ ვერ თმობს უშენოდ აბარა იყო ან რატომ ვერ თმობს არ მომეფერო შორიდან ჩემი ოცნების ფერო დაუვიწყარი ყოფილა შენი ტუჩების გემო ჩვენი შეხვედრის წამები სიყვარულია მგონი სხვა რაფერი არ მინდა ოღონდ ჩვენ დავჩეთ ორნი სხვა რაფერი არ მინდა ჩვენ დავჩეთ ორნი ჩვენი შემდეგი სტუმარია დიდი ხნის მონატრებული არტისტი ანსამბლის მხოლოდ შენ ერთს სოლისტი ჯონი ჯანჯალაშვილი მოდი შემო ჯონი მოდი აგერია ოლგანი შემო ჯონი როგორ მიხარია რომ დღეს გმასპინძლობ შენ გენაცვალე ამ სტუდიაში პირველად ხარ კი კეთილი იყოს ჩემი ფეხი შესანიშნავია მშვენიერია მოდი უთხრათ ჩვენი შოუს მაყურებელს ჩვენს უძვირფასეს აუდიტორიას შენი დამსახურების შესახებ შენ ბევრია სათქმელი მაგრამ თავარი თქვა ასე ვთქვათ ძირითადი მხარეები აღნიშნოთ რომ შენ წლების განმავლობაში იყავი წამყვანი მსახიობი და მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელი არტისტი მუსკომედიის თეატრში არაერთი მნიშვნელოვანი და მთავარი როლი გაქვს ნათამაშები მრავალ სპექტაკლში შემდგომ უკვე იყო პერიოდი ანსამბლის მხოლოდ შენ ერთს სადაც ასევე ესეთი კაშკაშა სოლისტი იყავი და აი ამ დროს მე მქონდა პატივი რომ ანსამბლის ნაწილი ყოფილიყავი და აკომპანიატორი და ერთად გვაქვს მოვლილი არაერთი ქვეყანა საბენერო ძალიან დიდი წარმატებით და გარდა ამისა შენ ანსამბლ ივერიის თითქმის ყველა მიუზიკლში გაქვს მონაწილეობა მიღებული როცა შემდგომ იდგმებოდა კერძოდ ჩხიკვთა ქორწილი 2000 შემდეგ თოვლის ბებოს ზღაპარის რიმეიკი რქიანეთი და ფიროსმანი სადაც შენ ორ როლს თამაშობდი ჩემო ბატონო გარდა ამისა ცნობილი გახმაურებული მინი მიუზიკლი ანსამბლისა ივერია რწყილი და ჭიანჭველა და შემდგომ უკვე იუმორინაში მინი მიუზიკლი კომბლე ბატონო ამისთანა ესე იგი ძალიან საინტერესო სია აქვს ჩემს ჯონის და რაც თავარია ათასობით მაყურებლის ტაში სიხარული რომელიც შენ გაქვს მიღებული ასე რომ ბედნიერი და გამართლებული კაცი ხარ ამ მიმართულებით და ისი რა რადგან ვახსენე წილი და ჭიანჭველა სადაც შენ თამაშობდი კახელი мама ღორის როლს მოდი ეს შევახსენოთ ჩვენი შოუს მაყურებელს მით უმეტეს ეს კადრები აი მრავალი წლის განმავლობაში არ გასულა და მთელი თაობაა გაზრდილი მას შემდგომ რომელსაც ეს არ უნახია და შევახსენოთ ეს ფრაგმენტი Bobby, Bobby, Skilly Bobby, 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 Skilly Bobby, Skilly Moida, Skilly Moida, Bobby, the Moida, say, Didi Vinmetsmosulo,
Hen ჯერ არ იცით მაგათი ამბავი. ფეხზე დაისვომ და თავზე აგაცოცხლებია. როგორ გეკადრება ბატონო ღორო? მე ტილი კი არა, წილი ვარ, წილი. მერე და რა ჩემი დოსტი შენახარ, აი გიდი, დოსტი გაწყდა და თქვენს გაემრავლდით არა? ეგან არ ვიცი რის თვინ იქნება მოსულიო. ეხლა არჩევნები ახლოვდება. ეს კიდე იქნება კბენართა პარტიიდან. ხმის მიცემა ენებამსო. ყველამდე ვარ თქვენი პატივისცემი. ეს ერთი ხმა გადამჩენია და ეს მაინც ჩამარჩინა ჯო. აღარავის აღარ ვაძლე მორჩ. ადრე ვიძლეოდი, ეხლა აღარ ვიძლევ. ვის რათ უნდა შენი წვიდი და ხმა შენზე ნაკლები კრიბარჭული მაქვს? მარა გინდა რის თინ მობძანებულ აღარ იტყვი? ჯაგარი მინდა თქვენო უღრუტუნებულ ესონა. ჯაგარიო. 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 აიბანებიო. რამამ თხოვე და ჯაგარი შვილოსა ლიტრა ღვინო ლიტრა წყალზე იაფი იქნება იქ აღარ ჯაგარი შეგჩება და აღარ ჯიგარი აი როგორი მამაღორი იყავი შემოჯონი ამჟამად ჩვენ ვახსენეთ უცხოეთის გასტროლები მოდი საგასტროლო პერიპეტიებიდან გაიხსენე შენ რაიმე საინტერესო კი იყო ესეთი მომენტები ძალიან სასიამოვნო გერმანიაში გახდით გასტროლებზე და მოგიხსენებათ ჩემი თანამდევი არის ჩემი დაავადება სახსრებისა და შენ როგორც ამბობ ხოლმე ორი რამე მაწუხებს სახსრები და უსახსრობა სახსრები და უსახსრობა გენიოსი იყო ჩვენი წინაპარი რომ გაიგივათ სახსრები და პული ერთი სიტყვით სპექტაკლია დანიშნული და მე წინა დღეს მომცა შეტევა სახსრებისა ანთება დამემართა ძალიან უხერხულად ჩავარდი ვინერვიული და ჩვენი მასპინძელი იყო ქალბატონი ელკე შესანიშნავი პიროვნება კარგი ადამიანი კაი ხასიათისა იუმორის გრძნობით აღჭურვილი უმაღლეს დონეზე და იმან იცოდა ინგლისური გერმანულის გარდა ამირანმა იცოდა ინგლისური მე ფრანგულში ვერ ყვები ამირან ჩვენი ბახუაშვილი ხო ბახუაშვილი ჩვენი და ის იყო შუაკაცი რა გიდი იყო ჩვენი და თარჯიმანი ერთი სიტყვით მე უთხარი ამირანს რომ მიაწოდინე ხმა გააგებინე მეთქი რომ ცუდათა ვარ და ამირანმა უთხრა იქნება სადმე ექიმთან მივიყვანო თუ კლინიკაშიო ავადმყოფოში და ერთ წამში გადახარშა ქალბატონმა ელკემ და გადაწყვიტა რომ რადგან საავადმყოფოში ვიზიტი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული მე მყავსო მეგობარიო ექიმიაო არ გაინტერესებს რომელი ექიმია ვეტერინარი მივიდეთ გაგიმეტა ხო სამაგისტრო ხო ნუ მივიდეთ იმასთანო ეს ამირანი მომიბრუნდა თავის ბაჭი ვეტერინარი ყავდა ამირანი მომიბრუნდა და ხო გაიგონე რა თქვა ვეტერინართან უნდა ვიზიტზე ჩავეწეროთ და წავიდეთ ნუ მივთხარ ვეტერინართან მე რა შუაში ვარ კაცო ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა დავთანხმებოდი რა დავთანხმდი მაგრამ ნუ გეშენიაო რომ ექიმია პროფესიონალი მაგარიაო რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი მივა თუ ცხოველიო და
ხო არ გავიწყდებაო ამერანი მეუნე ვარ ჩვენ წინაპარი მაიმუნი იყო ეგრე არ გვასწავლეს სკოლა მე უთხარი შეჟი მოგებდე ჩემ წინაპრებში მაიმუნის ხსენება არ იყო და ვინც ერთ თქვა იმან მოიკითხოს თავის წინაპრებში თქვა და ფანტასტიკურად აქ რეზო გაბრიაძე სავის ერთ-ერთ სპექტაკლში ხო გახსოვს ჩარლზ დარვინის რო ახსენებს ჩიტი ბორია და ერთი დარვინის და მაგის მაიმუნი წინაპარის დედავატირეოდა ო იყო ეგ ნუ მე სხვა გზა არ მქონდა უნდა დავთანხმებოდი მაგრამ სანამ წავიდოდით ვიზიტით ვეტერინართან მე გამახსენდა რომ სადაც ახალი ქაური კუდი უნდა დაიხურო და წავედი და ვეძებე მაღაზია სადაც პარიკი ვნახე მაიმუნის პარიკი ეხლა ექიმთან რომ კაცი ელოდება ცხოველ და ამ დროს მივიდე მე რაღაცა საერთო ხო უნდა კონდეს არა და ნახე მაგარი შიმპანზეს პარიკი იყო რა ესე იგი გაწყობილი თმები კოჭორი იზარა დიდი ყურები ყველაფერი თავის ადგილზე ქონდა და ეს ვიყიდე და წამოვიღე მივედით ვიზიტით ექიმთან კლინიკაში ვეთ კლინიკაში იქ სანამ შეხვალ მოსაცდელია ანუ მიმღები რა და რა სურათი დამხვდა ახლა 4 ძაღლია რიქში დობერმან პინჩერი გერმანული ნაგაზი გერმანული ბოქსიორი და ერთი ინგლისური დოგი რა აი ესე კაი ტანის დიდი ძაღლები ჩემზე დიდები რა ერთი და 2 ინდაური აი ინდაურის შემდეგ დავიკავე რიგი რა თქმა უნდა ურიგოთ არ ვიკადრე რა კამპანია დაწყდა ეხლა ცხოველის ინსტინქტი ხო იცი რო დამინახეს ამ ინდაურებმა იცი რა ამბა აქ ამასაყნე ძაღლები ზოგმა ყეფა დაიწყო ზოგი მოვიდა ერთ სიტყვით რიგმა მოუწია ამ ცხოველებს და ფრინველებს შევიდნენ და ჩემი რიგიც მოვიდა და ქალბატონმა ელკემ ჩამჭიდა ესე თითზე თავისი ხელი და მაიმუნური ინსტინქტები და მიხვრა-მოხრი და მთელი ფონდი თუ რამე გამაჩნდა მაიმუნისა და მე ხო ნათამაშები მქონდა ექიმი აიბოლიში ვიყავი დედალი მაიმუნი ხო და თუ გახსოვს შე როგორ დადიოდი თუ გახსოვს იქაური კი როგორ არ მახსოვს შეგიძლია ახლა დამაჯერებელია ძრო ერთი სიტყვით შევედი მე ექიმთან და რო დამინახა ექიმა ცოტა ჩაფიქრდა მეჩვენება თუ მართლა მაიმუნიაო რაღაცა და მე მთელი ფონდი ამოვალაგე რაც მქონდა მაიმუნის ინსტინქტებისა და ხან მაგიდაზე ახვდი, ხან საოპერაციოზე მაგიდაზე ახვდი, ხან ჩამოხდი სკამებზე, ხან ყირამალა გავაკეთე. ეს აღრების ანთების ფონზე და ისე რა სიზამდი რომ ჩემი გადარჩენის ამბავი წყდებოდა რა. ერთი სიტყვი და ამან ეთყობა ესეც იუმორიანი იყო რა. ისე მაგრად იხალისა, ისე ამასო რა აწუხებსო. ეს რო ახვდი და დახვდი და არტრით ელკეუბნება. მე გავკადნიერდი და ჩავერთე სიტყვიერად მეუთხარი პოლიარტრით. აჰა. პოლი. მონოარტრით 9. გეორგიენ. ქართველი ვარ, ეხა ეგამაკლია მონოარტრიტი მქონდეს. და ამან გამსინჯა ძალიან გულდასვით და ბოლოს მითხრა რომ მე ბევრი პაციენტი მყოლიაო. 1-2 მაიმუნი, მაგრამ ამისთანა მაიმუნი არ მყოლიაო. და მომცა დანიშნული მიმიღო როგორც მაიმუნი და დანიშნულება მომცა ცხენისა. ცხენისა. ახალი გამოსული იყო მაშინის პრეპარატი, მალამო იყო რა, ცხენი ახატია და ნაირ-ნაირი სახეობისა არის, ესე იგი გამაციებელი, შემაგრილებელი, გამათბობელი, გამახურებელი, ამახურებელი და რა ვიცი, 1000 ზოგი ორმაგი მოქმედებისა, ზოგი სამაგი და მოკლედ მაგარი პატივი დამდო იმ ექიმმა და რო არ მომერიდოს მე მაგალითად აიბოლიტის პრემიას მივანიჭებდი იმ ექიმს მაგრად შემივს ვუქა მდგომარეობა ისე რომ კონცერტზე გამოვედ მეორე დღეს წინვალეთ და ასეთი რა თავარია შედეგები გონდა რა თქმა უნდა აი ესე იყო ჩემო კარგო ჯონი ვახსენე ჩვენ კომბლე რომელიც ქონდა იუმორინას ერთ-ერთ წელს გამოტანილი და ძალიან მოიწონა ჩვენო მაყურებელმა და იქ შენ თამაშობდი ბატონს
და სხვადასხვა სიმღერა, რომელიც ბატონის სიმღერა, ესე უწოდეთ ჩვენ, აი ამ mini musical-ში შემდგომ ძალიან პოპულარული გახდა და დღეს ბევრს უყვარს როგორც ერთ-ერთი ისეთი საკეიფო სალაღობო სიმღერა. მოდი შევახსენოთ საიდან არის და ამის შემსრულებელი რომ შემზადებოდი სცენაზე. სოფლის ნომრები ვარ ჩვენ დავაქვს და სხვა დარჩება ამის მეტი არ შევწება სუფრავ და სუფრას გავდეს ღვინა უნდა ვარბოდეს ამის მეტი სადარდელი არაფერი არ გქონდეს სუფრავ და სუფრას გავდეს ღვინა უნდა ვარბოდეს ამის მეტი სადარდელი არაფერი არ გქონდეს დავიჩი მიუყვები თუთი სოფლის შარადას დავიღალები ჩაუსხლები ვინოს არახსად უფლისნები და ქვეყანას ნაგი ერთხელ მოვედი გიში უნდა გავატარო ჩვენი თუთი სოფელი უფლისნები და ქვეყანას ნაგი ერთხელ მოვედი გიში უნდა გავატარო ჩვენი თუთი სოფელი ჯონი, მიუზიკლი ფიროსმანი ვახსენებენ, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ორ როლს ასრულებდი. მათ შორის ერთ-ერთი იყო ესეთი გამორჩეული პერსონაჟი, მეეზოვე, ცნობილი ფიროსმანისა. აი იქ იყო მეეზოვის სიმღერა, რომელიც ძალიან აიტაცა მაყურებელმა და მოდი, აი ეს სიმღერა აქვე ცოცხლად რომ შეასრულოთ ჩვენ შოუში, ხო შეიძლება? კი ბატონო, ცოცხე არ მაქვს, მაგრამ შევასრულეთ. აბა, ხო, შემოგეძლო. Kucha nagab sagris, ყველა უხერდიანია. Kucha nagab sagris, ყველა უხერდიანია. რაც არ უნდა გამოგავო, kucha მაინც თორეანია. რაც არ უნდა გამოგავო, kucha სულ ნაკლიანია. Kucha მაინც თორეანია. აი ნა 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 Satsagina shaykhedo subtata qvelasebina Satsagina shaykhedo subtata qvelasebina Gared gamova tu ara nagab saqri sakhrisina Gared gamova tu ara uje tabi shaitskhvina nagab saqri sakhrisina Ay na 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 na
არის მადლის სიცხამადილისო რამდენი რამე გткиვა თბილისო დიდი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს ჯონი ჯანჯალაშვილს. ეს სამი დღემშვიდობები ძირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოდ გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.